ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, სასულიერო აკადემიას სემინარიის ბიბლიისტიკის კათედრის გამგე, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი გახლავთ ჩვენი სტუდიის პირველი სტუმარი. დილომშვიდობის დაგმოცეთ და გაგახაროთ. მოგილოცავთ ხელმძღვანელს წმინდა ნიკოლოზის ხსენება არის. წმინდა ნიკოლოზი, რომელიც მფარველია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენ სუწმინდეს პატრიარქ განსაკუთრებული მეოხება აქვს და სასუება მისი რომელმაც შეავედრა ჩვენი ეკლესია და ჩვენი ქვეყანა წმინდა ნიკოლოზს. საქართველოს ეკლესიის ღვთისმსახურებს და ყველა მორწმუნე ადამიანს, რომელსაც აქვს სასუება წმინდა ნიკოლოზისა. და ჩვენი ტელევიზიის ერთგულ მსმენელს და მაყურებელს. რა თქმა უნდა, ჩვენს გილოცავთ და მადლობას მოგახსენებთ, რომ გამნახეთ დრო და მოვწანდით და გვესტუმრეთ ჩვენს გადაცემაში. რა თქმა უნდა, თავისთავად დღეს უნდა ვისაუბროთ წმინდა ნიკოლოზის შესახებ, მისი ღვაწლის შესახებ და თავდაპირველად მოყვეთ თუ როგორ გაჩნდა იგი საეკლესიო ცხოვრებაში და როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები, სანამ იკურთხებოდა მთავრების ყოფასად. უნდა აღინიშნოს, რომ აი განსხვავებულად სხვა წმინდანებისგან, ზოგზე სხვა მრავალი წმინდანისგან, რომელთა სიცოცხლეშივე იქმნებოდა მათ ცხოვრება მოღვაწეობის ამსახველი მასალები მოიძიებოდა, წმინდა ნიკოლოზის თაობაზე მისი მიძინებიდან თითქმის 2 საუკუნის შემდეგ დაიწყო მასალების წერილობითი მასალების მოძიება და წერილობითი ჩამოყალიბება. უნდა აღინიშნოს, რომ აი მის ცხოვრება მოღვაწეობასთან დაკავშირებით არის საეკლესიო გარდამოცემა, რომელსაც წმინდა გარდამოცემა ეწოდება, ამიტომაც ამას იგივე ფასი აქვს, რასაც თქვა წერილობით წყაროს რომ მოვიძიოთ. და აი გარდამოცემიდან შემდეგ წერილობით წყაროებში აღწერილი მის ცხოვრება მოღვაწეობიდან ვიგებთ, რომ იგი იყო მცირე აზიაში, ლუკიის მხარეში, ქალაქ პათარში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ ღრმავმორწმუნე ხალხი, თეოფანე და ნონა, მათ შვილი არ ეძლეოდათ და დიდი შეძლებული ოჯახი ყოფილა და დიდ შესაძლეს გასცევდნენ, რომ დაევედრებოდნენ ღმერთს შვილიერებით დაეჯილდოებინათ და მოხუცებულობაში მიეცათ მათ შვილი და ნიკოლოზი, როგორც მისი ცხოვრებიდან ირკვევა, ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო თავის ღვთისმოსავობით. ნათლობის დროსო ესეთ საოცარი რამ არის უწყებული, როცა ჩააყენეს ნათლობის ემბაზში, ამ პატარა ჩვილმა ბავშვმა თურმე ხელები იქეთ-აქეთ მოსჭიდა ემბაზს და მთელი ნათლობის განმავლობაში არ ჩამოახლავს და ესე იყო, ამ წყალში ესე იდგა. შეიძლება შედარებას გავაკეთოთ, იყო ესეთი იმპერატორი კოპრონომი, რომელმაც აბატიეთა თავის ამ ნათლობის ემბაზში ჩაისვარა და ნიკოლოზი ესეთი გამორჩეული ადამიანი შედარებას თანაც ვამბობ, იმიტომ რომ იგი იყო შემდეგ ქრისტიანთა დევნილი ეს კოპრონომზე ვამბობ. წმინდა ნიკოლოზი ბავშვობიდანვე კიდე იმით გამოირჩეოდა, რომ სულ პატარაობიდან, ჩვილობიდან დედის ძუძუსაც კი არ სწობდა ოთხშაბათს და პარასკევს, ასე თითქოს ამით გამოხატავ თავის დამოკიდებულებას და მარხვას ინახავდაო. უნდა აღინიშნოს, რომ იზრდება ბავშვი და მისი გულისყური იყო, განმარტოვებით ყუდრო ცხოვრება ჰქონდა მას, ასე სურვილი იყო მისი და ამავე დროს წმინდა წელს იყო ჩამჯდარი და სიღრმისეულად ეცნობოდა. და პათარში იყო მისი ბიძა და ეპისკოპოსი მღვდელმთავარი და გაიგორა ბავშვის ამგვარი განწყობის, ამგვარი დამოკიდებულების თაობაზე მშობლებს მიმართა და უთხრა, რომ ხელი არ შეუშალოთ ბავშვს მის ამგვარი ცხოვრების წესის განვითარებაში, ამგვარად მის მიმდინარეობაში. და როცა წამოიზარდა სთხოვა მშობლებს, რომ წმინდა ნიკოლოზი მასთან გადასულიყო და გადავიდა და ახალგაზრდა კაცი აკურთხეს მღვდლად და ბიძამისი ეთყობა განსაკუთრებული მადმოსილებით გამოირჩეოდა, თითქოს იწინასწარ მეტყველა მისი მოღვაწეობის თაობაზე და თქვა, რომ ეკლესიის კაბადონზე აღმოწყდება ახალი ნათობი და დიდი მამა და დამწყსის იგი ქრისტეს ეკლესიას და მართლაც ესე მოხდა და უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა ნიკოლოზიამ თავისი გულმოდგენებით, თავისი ღვთისმოსავობით ძალიან შეაყვარა თავი წმინდა ნიკოლოზმა იქაურ ღვთისმსახურებს, ასევე მრევლს და უამრავი ადამიანი, უამრავი მიგვერჩი მდგომი გამოუჩნდა. მისი ბიძა წმინდა ნიკოლოზი, რომ სულ ახალი ნაკურთხი იყო, მისმა ბიძამ მოინდომა, რომ წმინდა მიწაზე წასულიყო მოელოცა ეს ადგილები და წმინდა ნიკოლოზ თავის უახლოეს ნათესავს დაუტოვა სამწყსოს მისი განშორების პერიოდში, რომ პათარის ეპარქია დაემწყსო და მიეხედა აქაობისთვის ეს სამდო მთავრო. წავიდა და ნიკოლოზმა ესე იყო, რომ მისი მშობლები ამ პერიოდში გარდაიცვალნენ, მას დიდი
სიმდიდრე დარჩა მატერიალური კუთხით და ეს ყველაფერი ღარიბებს ხადაკებს დაუბრუნა და მაშინ იწყება უკვე წმინდა ნიკოლოზის საოცარი ქველმოქმედება. გაიგო რომ ერთ-ერთ შეძლებულ ოჯახს, რომელიც გამორჩეული გვარი იყო, გამორჩეული ოჯახი იყო, ძალიან გაღარიბდა და სამი ქალიშვილი ყოლია ოჯახს და მამამ განიზრახა მოხუცი მამამას აღარ შეუძლია რომ ოჯახი ღირსეულად რომ წარმართოს მისი ცხოვრება და ოჯახის მატერიალური მდგომარეობა და განიზრახა რომ თავის ეს ლამაზი ქალიშვილები სამეძაო სახლში ჩაებარებინა რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ და ყოფნა შეენარჩუნებინათ ამ ქვეყნად და ეს წმინდა ნიკოლოზმა გაიგო და ღამე ჩუმად მივიდა მათ სახლში და ოქროთი ქისა ოქროთისავსე ქისა შეუგდო მამამ ნახადილი და გაიხარა და ევედრებოდა ღმერთს და მადლობდა რომ ესეთი წყალობა მოიღო უფალმა და მან თავისი უფროსი ქალიშვილი დააქორწინა ასევე ოჯახს მიეცა საშუალება იმისა რომ გარკვეული დროის განმავლობაში იარსებათ და თავი ერჩინათ მოვიდა მისი მეორე ქალიშვილის ასევე დაოჯახების დრო და მამას ეს განზრახვა აქვს რომ იქნებ ეს ქალიშვილი მაინც რომ ჩაებარებინა იმ რაღაც სახლში და ნიკოლოზმა შეიტყო ამის თაობაზე და მეორე ქისა შეუგდო და ეს მოხუცი კაცი მამა ამ ოჯახის ამიხვდა რომ ეს ვიღაც კეთილმოსურნე მისი ოჯახისა არის რომელიც ასევე მესამე ბავშვს დაეხმარება და იგი ცდილობს რომ დაუდარაჯდეს აბა ვინ არის ეს ადამიანი ეს კეთილმოსურნე ადამიანი კეთილმოწყალე ადამიანი და დაუდარაჯდა და პარცას ნიკოლოზმა მესამე ბავშვისთვისაც მივიდა ფანჯარა სარკმელის შეაღო და შეაგდორა ეს ქისა მამა გამოეკიდა ევედრება ემუდარება რომ გაჩერდი იქნებ გნახო ვინ ახარ და ეცია ნიკოლოზს დაუჩოქა ემადლიერება მას და ნიკოლოზმა უთხრა რომ ეს არავის არ უთხრას არავისთან არ გაამხილოს იმიტომ რომ იგი გამოირჩევა თავისი სიმდაბლით და თავისი მოწყალების გაცემით უნდა რა ის რომ სახალხო წარმოაჩინოს თავისი ქველმოქმედება დაბრუნდა ბიძა და ამის შემდეგ წმინდა ნიკოლოზმა მოისურვა რომ წასულიყო და მოელოცა წმინდა მიწა პალესტინის ტერიტორია და გზად რომ მიდის გემით მიუახლოვდა რა ეგვიპტის სანაპიროსო დიდი ქარიშხალი ამოვარდა გემი დაინთქმოდა და წმინდა ნიკოლოზი მოუწოდებს ხალხს მშვიდისაკენ დაიჩუქა და ევედრება უფალს და ღმერთმა შეისმინაო მისი ლოცვა და მყისიერად დაყუდება იყო დაწყნარდაო ეს ხისყელო და განცვიფრებული ხალხი უყურებს მიყოფილა ესეთი ადამიანი რომელიც მათ გვერდით მიდის ვინა ეს კაცი რომ ესეთ სასაული მოახდინა წმინდა ნიკოლოზი ჩადის რა პალესტინაში მოილოცებს ამ წმინდა ადგილებს ყველა მნიშვნელოვან ტაძარს და აღსანიშნავია რომ იერუსალიმის ტაძარში რომ შედისო მიდის ტაძართან ტაძრის კარი თავის იღებაო და თითქოს აიპატიჟებია რომ შებზანდეს ნიკოლოზი და ილოცოს ნიკოლოზმა მას განზრახული აქვს რომ რომელიმე განმარტოებით რომელიმე მყუდრო სენაკში დაიდოს მინა პალესტინაში დარჩეს და გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა მაგრამ ქონდა უფლისმიერი უწყება რომ შენ ჩემ სამსახურში უნდა ჩადგე და მოუწოდა რომ უკან დაბრუნდეს თავის სამშობლოში. და წმინდა ნიკოლოზი როგორც ღვთისნების უსიტყვო და აღმსრულებელი განიზრახავს რომ დაბრუნდეს უკან და მიდის თავის სამშობლოში, თავის ქვეყანაში. ლუკიის მხარეში. ახლა ერთი საინტერესო ამბავიც ხდება კიდე რომ თანახეთ რომ გნებავთ მისი რომელიმე სასაულზე ან მის მოღვაწეობის რომელიმე ასპექტზე რომ ისაუბროთ საათები არ გვყოფა ალბათ მაგრამ ამ რაღაცებს ასე ვაჩქარი და მინდა რომ იმას შემჭიდროებულად თქვა და შეუთანხმდა გემის ეკიპაჟს რომ წაიყვანათ ლუკიის მხარეში და გასამჯელოც გადაიხადა ბუნებრივია მაგრამ ქარიო არ უბერავდა იმ მიმართულებით და სხვა კუთხით სხვა მხრით წაიყვანეს ნიკოლოზი ევედრება რომ იქნებ წაიყვანოს თავიანთ ქვეყანაში არ შეისმინეს ამ ზღვაურებმაო და მაშინ ილოცა ნიკოლოზმა და ესეთი ქარი ამოვარდა რომ პირდაპირ ეს გემი მიმართულება შეუცვალა და თავის ქვეყნისკენ წარიმართა შეშინებული მეზღვაურები ფიქრობენ რომ ეს სასაულო მქმედი ადამიანია ეშინიათ რომ რაიმე არ დაუშავოს ნიკოლოზმა რაიმე ამ მათი საქციელის გამო ცუდად არ მოექცეს ნიკოლოზმა შეიწყალა ბუნებრივი არაფერი არ განრუსხა სიტყვაც კი არ თქვა მივიდა თავის სამშობლოში გადმოვიდა გემიდან და იწყებს თავის ბიძის მიერ აშენებულ მონასტერში ეკლესიაში მოღვაწეობას გაიხარა იქაურმა
სასულიერო დასმა ასევე მრევლმა, მაგრამ კვლავ ქონდა გამოცხადება, რომ ნიკოლოზ ჩვენ აქ განმარტოვებით და ერთ ეკლესიაში მყუდრო ცხოვრება კი არა შეუნდა წამოხვიდე და უნდა დაიწყო დიდი მოღვაწეობა, რომ ის ხალხი, რომელიც მოწყურებული არის უფლის სიტყვის მოსმენას, ჭეშმარიტი სიტყვის მოსმენას, განსწავლული მღვდელმთავრის სულიერებით აღსვებული მღვდლის სიტყვის მოსმენას და ქალაქში უნდა დაბრუნდე. და ესე იყო, რომ ქალაქ მირონში, მარა, მას სხვაგვარად თანამედროვე დემრე ესე ქვია, იქ იყო მღვდელმთავარი გარდაიცვალა ამ ქალაქისა და განიზრახეს, რომ აერჩიათ მთავარ ეპისკოპოსი. შეიკრიბა სამ მღვდელმთავრო კრება და ერთმანეთს შორის მიმდინარეობს მსჯელობა და ვერ გადაწყვიტეს, ვერ აარჩიეს მომავალი მათი მღვდელმთავარი. მაშინ ერთ ასაკოვან ეპისკოპოსს ჰქონდა უწყება, რომ აი დადიქით კარიბთან და ვინც პირველი შემოვა, იგი არის უფლის მიერ რჩეული და იგი უნდა იყოს ამ ქალაქის მღვდელმთავარი და მართლაც დანარჩენი მღვდელმთავრები ცალკე არიან ლოცულობენ, ხოლო ეს გააგები არა ბუნებრივი ამ კრებულს და დადგა კარებთან და ელოდება ვინ შემოვა და შემოვიდა ნიკოლოზი, კითხა სახელი, მან უთხრა რომ ნიკოლოზი მოიყვანა ხალხში და თქვა რომ ესაა ჩვენი მომავალი მღვდელმთავარი. და ნიკოლოზმა იუარა, მაგრამ თან ამავე დროს ნიკოლოზსაც ჰქონდა ესეთი უწყება და ჩვენება რომ დიახდა და თანხმდა შემდეგ და ნიკოლოზი ხდება აი ამ ქალაქის მირონის მღვდელმთავარი. და ახლა იწყება უკვე მისი ეს მეორე ცხოვრების მეორე ეტაპი, სამღვდელმთავრო მოღვაწეობა და იგი ხდება მაგარითი ცხოვრებისა, სწავლისა, ლოცვითი მოღვაწეობისა, სარწმუნოებითი ცხოვრების მაგარით და ნიმუში იქაური მოსახლეობისა. საოცარი სიმდაბლით, აი შესამოსელი ერთ დაბებკილი ჩოხით დადიოდა, სხვა მას არაფერი არ გააჩნდა და საოცარი მოწყალებით, საოცარი სულიერებით, საოცარი სიმდაბლით არის თავის მრევლთან წმინდა ნიკოლოზი. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ამავე დროს უკვე იწყება დევნა ქრისტიანებისა. აი ქრისტეს ეკლესიის ისტორიაში ცნობილია, რომ 10 დიდი დევნა იყო და ბოლო დევნა იყო სწორედ იმპერატორ დიოკლეტიანეს პერიოდში და ასევე მას ჰყავდა თანაშემწე ვალერიანე. იმპერატორ დიოკლეტიანე მე-4 საუკუნის მიჯნაზე მოღვაწეობს 294-303 წლებში და დაიწყო ქრისტიანთა დევნა. იმჟამად აღმოსავლეთ რომის იმპერიის, აღმოსავლეთის ამ პროვინციების ცენტრალურ ქალაქში ნიკომედიაში ქრისტიან აღდგომის დღესასწაულზე დევნილობის აღდგომის დღესასწაულზე 20,000 ადამიანი დახოცეს მარტო იმიტომ რომ ქრისტიანები იყვნენ. დაანგრიეს, დაზარდა და დაიწყო საშინელი დევნა მთელ პროვინციებს მოედო და შეიპყრეს აღწერები დაიწყო სულადობრივი აღწერა მოსახლეობისა და მათ აიძულებდნენ უკვე ყველა იცოდა მოსახლეობის რიცხოვნება, რაოდენობა, აიძულებდნენ რომ წარმართული კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ. აი ამ ყველაზე იოლი და მსუბუქი საშელი ეს იყო რომ იმპერატორის მაღაროებში რომ შეეკავ შეიყვან ამდენ ამ ხალხს ჯაჭვებით გადააბავდა იქიდან გამოსulis ცოცხლად გადარჩენის თეორიული შანსიც არ იყო იმიტომ რომ იქ შრომობდნენ და ვინც გარდამოკლებოდა ამ მაღაროში შრომით იმას ფეხებზე იყო ჯაჭვები შემული გადაუჭრიდნენ ფეხს და დანარჩენები ესევე აგზელებდნენ იქ ცხოვრებას და ეს იყო ყველაზე მსუბუქი საშელი დანარჩენად მარტო იმის რომ ქრისტიანი იყო უსასტიკესი საშელით ასე სჭირდა და მოაგვტენებდნენ. აი ამ პერიოდში 8 წელიწადი გრძელდებოდა ეს დიდი დევნილობა და შემდეგ კონსტანტინე გამოჩნდა უკვე რომის აღმოსავლეთ რომის მმართველად და ერთ-ერთი შიდა დაპირისპირების დროს კონსტანტინე მიემართება ჯარით რომ ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა და ცაზე გამოისახა ცეცხლოვანი ჯვარი და ამით ძლიერა წარწერა გამოვიკითხა ქრისტიანებისგან თუ რას ნიშნავდა აუწყეს რომ ჯვარი ეს არის სიკვდილზე გამარჯვების სახე წინასახე და ეს რომ მიუძღვის აუცილებლად გაიმარჯვებდა ამ ომში და მართლაც მცირე რისხოვნების მიუხედავად კონსტანტინემ დიდი გამარჯვება მოიპოვა და უკვე დაიწყო მან ქრისტეს სარწმუნოებაში სრულყოფილად რომ გარკვეული იყო საფუძვლიანად შეესწავლა და დაიწყო უკვე მის მიერ რამოდენიმე ედიქტის გამოცემა ეს იყო ჯულჩამწყნარებული ედიქტები და საბოლოოდ კონსტანტინემ ისე მოხდა რომ კონსტანტინე დიდის დროს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიადაც გამოცხადდა. ამავე პერიოდში ნახეთ უკვე დაიწყო თითქოს ქრისტიანთათვის სანეტარო დრო მაგრამ აი არძინავს რომ ტერსო ეკლესიისას და თვითონ ეკლესიის სიახში დაპირისპირება წარმოიშვა. დაპირისპირება მდგომარეობდა შემდეგში რომ იმჟამად
ალექსანდრიის ეკლესიაში ეს აფრიკას მოიცავს სრულად წმინდა დიდი ალექსანდრიელი მღვდელმთავარი და მას ყავდა პრესვიტერი მღვდელი რომელმაც არიოზი რომელმაც სამების დოგმატში დაიწყო თავისებური არამართებული სწავლების შემოტანა ესეთი სწავლება არსი ესეთია რომ იყო დრო როდესაც ძე არ იყო ნახეთ თუ მამა არის მამაზე უფრო დაბლა წარმოაჩენდა ძეს თუ მამა არ არის თუ მამა არის მაგრამ ძე არ არის მას ხომ მამა ხომ არ ქვია და სამებაში შექონდა ესეთი არეულობა და მიმართა რამოდენიმე გზის მათ იმპერატორმა რომ ეს კამათი შეწყვეტილიყო მაგრამ ვერ მოხერხდა ამის შეწყვეტა და 325 წელს ქალაქ ნიკიაში შეიკრიბა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ამას ძალიან განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები რომელიც ეკლესიის სიახლოვე წარმოიშვება მსოფლიო საეკლესიო კრება წვეთს ამ კრებაზე 318 წმინდა მამა მონაწილეობს და მოღვაწეობს და ამ კრებაზე ვიწყება წამსის 7 წევრი იქნა მიღებული სარწმუნოების სიმბოლო და აქ დიდი ცნობილი მოღვაწეები არიან ოსია კორდუბელი რა ქვია მაკარი იერუსალიმელი და სხვები და მოკლედ წმინდა ნიკოლოზი აიღებს ამ კრებაში მონაწილეობას და ამ კამათის დროს წმინდა ნიკოლოზმა ვეღარ მოითმინა ამ 7 წყნარმა ადამიანმა არიოზის ესეთი მკრეხელური აზრების ფრქვევა და არის უწყება რომ თითქოს წმინდა ნიკოლოზმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სილა გააწრავდა, მას სამდელთავრო პატივი ჩამოართვეს, მაგრამ შემდეგ ყველა მიხილა რომ ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი მას წარმოჩენება იყო გადასცემს ომოფორს ხოლო უფალი იესო ქრისტეს ახარებას და ეს იყო ნიშანი იმისა რომ წმინდა ნიკოლოზი კვლავ აღადგინეს სამდელთავრო პატივსა და ხარისხში. აი წმინდა ნიკოლოზს მრავალი სასაული უკავშირდება სასაულოცა გემით გადაადგილდება გარკვეული ჯგუფი და დიდი პირქარი უბერავს დიდი ხარისხალია და ვედრებიან ღმერთის ქრემა გადარჩენ და წმინდა ნიკოლოზმა ეს ვედრება იგრძნო და თითქოს მათ იხილეს რომ ამ გემის საჭესან გამოჩნდა კაცი თვალწვერით მოსილი და წმინდა ნიკოლოზი ყოფილა თურმე და გემის სამშვიდობოს გაიყვანა და გადმოვიდა ეს ეკიპაჟი გემიდან იხილეს რომ კაცი რომელიც მათ გემზე იხილეს სანაპიროზე დადიოდეს წმინდა ნიკოლოზი იყო ასე არის ცნობილი კიდე ეს რომ აი სამი ხედავთავარი რომელიც ფრიგიაში მიდის რომ ომი დაიწყო დაპირისპირება არის ეს რომის დიდი იმპერიის შემადგენელი ნაწილია და გაიგო რომ სისხლი უნდა დაიღოროს წმინდა ნიკოლოზი მიდის და ამ ხალხს მოარიგებს ისე რომ სისხლი არ დახულილა გახარებული არიან ეს ხედავთავრებიც და იმპერიას და იმპერატორიც რომ მშვიდობით დამთავრდეს ყველაფერი მაგრამ კვლავ არ სინავს მტერს ადამიანისას და ეკლესიისას და იმპერატორთან მივიდა ესეთი ცნობა რომ თითქოს ეს სამი ხედავთავარი იმპერატორის საწინააღმდეგო აჯანყებას ამზადებდნენ. დაიჭირა იმპერატორმა ეს ხალხი და ჩასვა საპყრობილეში და ელოდებია რომ მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანო. ეს მხედართმთავრები უფალს ევედრებიან წმინდა ნიკოლოზს იცია რა მისი სათნო მოღვაწეობა რომ შეეწიონ და მართლაც იმპერატორმა ხილვა ჰქონდაო და ეს მღვდელმთავარი გამოუჩნდა მას და უთხრა რომ შენ არ დასჭი ამ ხალხს რომ შენვე დაიშები და გაუგნებული იმპერატორი მიმართავს და მოიყვანს ამ ხალხს და რა ჯადოსნობა გააკეთეთ ისეთი რომ ვიღაც კაცი მოვიდა და მემუქრება. ჩვენ არაფერი მთელი ცხოვრება იმპერატორის და მეფის ერთგულები ვართ უბრალოდ ნიკოლოზს შევევედრეთო და მაშინ უთხრა რომ თქვენ მე არა გაგიშვით მაგრამ მე არა ნიკოლოზმა გადაგარჩინა და გაატარა ნიკოლოზთან ძვირფასი საეკლესიო საჩუქრები. ასევე აღსანიშნავია რომ აი ვიცი რომ ძალიან ჩქარობდა წმინდა ნიკოლოზი გარდაიცვალა 252 წელს წმინდა ნიკოლოზის ბოდიში 342 წელს 6 დეკემბერს და აი ეს სწორედ დღევანდელი დღე არის მისი ხსენების დღე და აღსანიშნავია რომ მოგვიანებით წმინდა ნიკოლოზი მე-11 საუკუნეში გადააბრძანეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები ევროპაში ქალაქ ბარში და ამასაც მთელი აი უზარმაზარი სასაუბრო ამ საკითხებთან დაკავშირებით და ბარემ ამასაც გეტყვით რომ წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები ბარში გადააბრძანეს მაგრამ დარჩა არის უწყება ესეთი რომ მის მშობლიურ ქალაქში იყო ეს წმინდა ნაწილები და აქედან მოყოლებული გადანაწილდა მცირე ნაწილებად და საქართველოში იყო წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები და უნდა აღინიშნოს რომ სასუებდა ქართველიერი წმინდა ნიკოლოზ აი ყველაზე უფრო მეტი ტაძარიო როგორც საეკლესიო მემატიანეები გვაუწყებენ წმინდა გიორგისა ყველა წმინდა ღვთისმშობლის ამასთან დაკავშირებული სასაულების იოანე ნათლიმ
მისცემის და ასევე წმინდა ნიკოლოზის წმინდა ეს ტაძრები არის აშენებული და არა მარტო ტაძრები, წმინდა ნაწილები იყო. აი გელათის მონასტერში იყო წმინდა ნაწილები, რომელიც კომუნისტური მმართველობის დროს გადაიტანეს მუზეუმში, ხოლო მას შემდეგ უკვე და ახალ უსკუბაში ჩააბრძანეს და კვლავ მონასტერს დაუბრუნეს. სვეტიცხოველში იყო არჩისხატის წმინდა ხატის სანაწილეში იყო ჩაბრძანებული, თუმცა ეს დაკარგული არის და ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყოველთვის უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეპარქია არის საქართველოში და ეს ისტორია ასე არის, რომ მე-11 საუკუნეში ბაგრატ მე-4 სულ პატარა ბავშვი არის, როცა მოგვარეს ბერძენი იმპერატორის ძმის შვილი ელენე დედოფალი პატარა გოგონას გამოაყოლეს წმინდა ნიკოლოზის მთელი სიწმინდე იდაყვის ძვალიო და მე-20 საუკუნის კომუნისტური მმართველობის პერიოდამდე ნიკოლ წმინდაში ინახებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ აი ეს ელენე მალევე გარდაიცვალა, მაგრამ ეს სიწმინდე ნიკოლ წმინდის ეკლესიას შესწირეს, როგორც ახალმშენებელ ეკლესიას და ინახებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. შემდეგ უკვე ეპარქია ჩამოყალიბდა მე-16 საუკუნეში და მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ვიცი ცნობილია ეს პიროვნება, უბრალოდ ახლა არა ალბათ რომ ეთიკური ეს დავასახელოთ და ეს გამოიტანა ეს წმინდა ნაწილი კომკავშირლები იყო და დაჩეჩქვეს ქვაზე და გაანადგურეს და შეურაცხყვეს ეს სიწმინდე. მოკლედ უამრავი სასაუბრო, უამრავი სათქმელი კიდე წმინდა ნიკოლოზთან მის მოღვაწეობასთან და შევევედროთ როგორც ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა ჩვენი დედა ეკლესია, ჩვენი ღვთისმსახურები ეკლესიის ყველა წევრი და სასუებელი წმინდა ნიკოლოზისა და დაგლოცოს უფალმა მისი შემწეობით ასე არეულად ჩხარა რომ საუბრობ ხოლმე ვეღარ ვასწრებ ჩემს სათქმელს და შემდეგში. ძალიან დიდი მადლობა, პირიქით ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის თქვენი სტუმრობა და თქვენი საუბარი. ჩვენ შეგვიძლია რომ ტროპარი წარმოთქვათ და შეგვიძლიათ რომ სარწმუნოების ხატად სიმშვიდი 60 მარქვის აკოშან ქრისტემა. სამსავ შენსა ჭეშმარიტებით ამის ამოიღეს სიმდაბრით და სიმაღლე სიგლახით ასინდრე წმინდა ოდიდო მდელმთავრო ნიკოლოზ ევედრე ქრისტეს აღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის და ჩვენი სამშობლოს ჩვენი დედა ეკლესიის შეწყალებისათვის. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, თქვენს გილოცავთ ზეფასოტელი მაყურებელები კიდევ ერთხელ წმინდა ნიკოლოზის შეგვეწიოს და გვფარავდეს